საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივლისს წმინდა მოწამე იულია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა იულია კართაგენში, ღვთისმოშეში ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი წმინდანი ქრისტიანულ მცნებებს იცავდა, მარხულობდა და ლოცულობდა. წარმართთა ბატონმა ვერც დაპირებებითა და ვერც მუქარით შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანის მცემლობაზე. ერთხელ იულიას ბატონი გალიაში გაემგზავრა სავაჭროდ და წმინდა ქალწულიც თან გაიყოლა. როდესაც ხომალდი კუნძულ კორსიკას მიადგა, ვაჭარი წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად ნაპირზე გადავიდა. წმინდა იულია კი გემზე დარჩა. კორსიკელებმა შეიტყვეს, რომ სტუმრებს ქრისტიანი ქალწული ახლდათ და მისი შესყიდვა ისურვეს, მაგრამ ბატონმა ერთგული მსახური არ დათმო. ამის გამო მათ ვაჭარი და მისი მხლებლები დაათვრეს. როდესაც ჩაეძინათ, იულია გემიდან გადმოიყვანეს და მსხვერპლის შეწირვა უბრძანეს. ნეტარმა უშჩულოების მოთხოვნაზე მტკიცე უარი განაცხადა. გამხეცებულმა წარმართებმა იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი ჯვარზე გააკრეს. როდესაც წმინდანის სული მის ნაწამებს ხეულს გაეყარა, ბრბოს ნაწილმა იხილა, თუ როგორ მოსწყდა თოვლივით სპეტაკი მტრედი მის ბაგეებს. სხვებმა კი ნეტარის სხეულს გარშემორტყმული ნათლის ანგელოზები ცხადად ნახეს. საკურველი ჩვენებებით დამრთხალი წარმართები სწრაფად გაერიდნენ იქაურობას. მარტვილის ცხედარი კი ჯვარზე დატოვეს. იმავე ღამეს მეზობელ კუნძულზე მდებარე მონასტრის ბერებს ღვთაებრივი გამოცხადებით ებრძანათ, თავიანთ სავანეში დაეკრძალათ უფლის სათნომყოფლის ნეშტი. ძმები ასეც მოიქცნენ. მოგვიანებით 763 წელს წმინდა იულიას უხრწნელი სასწაულმოქმედი ნაწილები ქალაქ ბრეშჩიის დედათა მონასტერში გადააბრძანეს. საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით მასშტაბურ კამპანიას იწყებს. პროექტის პირველ საერთაშორისო კონფერენციას სასტუმრო თბილისი მარიოტმა უმასპინძლა. შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა. კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ ბანკის მიერ მომზადებულ ფინანსური განათლების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებას, რაც საბოლოო ჯამში მათი ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და უფლებების ეფექტიანად დაცვის წინაპირობას წარმოადგენს. კონფერენცია გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. ერთ-ერთი ფაქტორი ეკონომიკური წარმატების ზოგადად არის განათლება და თქვენ იცით, რომ განათლების რეფორმა, ზოგადად განათლების რეფორმა არის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი სერიოზული შემადგენელი ნაწილი, რაც შეეხება კონკრეტულად ფინანსურ განათლებას და ამ შემთხვევაში განათლებას არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ფინანსურ სექტორში მუშაობენ, არამედ ზოგადად საზოგადოების განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ბევრი ასე ვთქვათ მიმდინარე საკითხი გვაქვს და ყოველთვის გვექნება, მაგრამ ფინანსური განათლება არის ის საკითხი, რომელზე მუშაობის დაგვიანებაც არაფრით არ შეიძლება, რადგანაც ის მოგცნობს ზუსტად ის შედეგებს, რომელიც გარკვეულწილად მომავალში აგვაცილებს ბევრ გართულებას მომხმარებლებთან დაკავშირებით. აი სწორედ ამას ემსახურება, აი ამ საქმის დაწყებას ემსახურება ეს დოკუმენტი, ეს სტრატეგია. და ფიქრობ მომავალში მნიშვნელოვანი იქნება კოორდინაცია ყველა დაინტერესებულ პირს შორის. ეს არის რა თქმა უნდა როგორც ეროვნული ბანკი, ასევე ფინანსური ინსტიტუტები და თქვენ ნახავთ კიდევაც რომ და ნახეთ კიდევაც რომ წარმომადგენლები არიან მოსული ფინანსური ინსტიტუტებიდან, რადგანაც მათ ინტერესშიც არის ფინანსური განათლების ამაღლება საქართველოში. ტრაფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრში შედგა. შეხვედრა უწყების ხელმძღვანელმა გახსნა. თეატ ლუკიანმა ღონისძიების მონაწილეებს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ყველა სახელმწიფო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოები გააცნო. მინისტრის განცხადებით, ტრაფიკინგთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 2016 წლის ივნისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საქართველომ აღნიშნული საკითხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. იუსტიციის სასწავლო ცენტრში დღეს აქ სხვადასხვა უწყებების მონაწილეობით აღინიშნება 2014 წლიდან გაეროს მიერ დანიშნული საერთაშორისო დღე, რომელიც ეძღვნება ყველა ქვეყანაში და საქართველოში ისეთ ძალიან მნიშვნელოვან დანაშაულთან ბრძოლას,
რომელიც არის ტრეფიკინგი, ანუ ადამიანით ვაჭრობა. ჩვენ წელს 2016 წელს ამ საერთაშორისო დღეს ვხვდებით დიდი წარმატებებით, რადგან ყველა საერთაშორისო რეიტინგში წელს ჩვენი მთავრობის ძალისხმევის შედეგად საქართველომ ყველაზე წარმატებული ქვეყნების ადგილი დაიკავა, იმიტომ რომ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები, პროკურატურა ებრძვის ამ დანაშაულს. ეს არის საერთაშორისო დღე ტრეფიკინგთან ბრძოლის. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს კარგი შედეგები. მნიშვნელოვნად შევცვალეთ მუშაობის მეთოდოლოგია და ეს აღნიშნავთ ამ დღეს საკმაოდ წარმატებულად. ეს არის შედეგი იმ ერთობლივი კოორდინირებული და დაგეგმილი მუშაობის სამართალდამცავი უწყებებისა და დღეს ჩვენ ამ დღეს ერთად მივუძღვნით ჩვენს მოსაზრებებს და გავუზიარებთ ერთმანეთს. საინვესტიციო ჯგუფმა BJOM საფონდო ბირჟაზე 350 მილიონი დოლარის ობლიგაციები განათავსა. აღნიშნულ თემაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა სასტუმრო რომსში პრესკონფერენცია გამართა. ირაკლი კილაურის განცხადებით ინიციატივა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს. საინვესტიციო ჯგუფის მიერ განთავსებული ევროობლიგაციები 7 წლიანია და 2023 წლამდე ვადით 6 წლიურ საპროცენტო განაკვეთს ითვალისწინებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას BJO ქართულ კომპანიებში სამედიცინო, სამშენებლო, სადაზღვევო და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში განახორციელებს. ჩვენ საინვესტიციო ჯგუფმა BJOM დღეს განაცხადა, რომ 350 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოუშვა, ეს არის 7 წლიანი ევროობლიგაციები. ეს თანხა მოხმარდება ჩვენ ჯგუფში შემოვალი კომპანიების განვითარებას და მიზანი არის, ჩვენი ჯგუფის მიზანი არის, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიძიოთ საქართველოში და განავითაროთ ქართული კომპანიები საერთაშორისო დონეზე, რომ გავიდნენ, საერთაშორისო ბაზრებზე რომ გავიდნენ და საერთაშორისო მართვის სტანდარტები რომ დააკმაყოფილონ. შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჰეპატიტის სკრინინგის აქციებს აგრძელებს. უწყების შემდეგ მორიგი ღონისძიება რესპუბლიკური საავადმყოფო ეზოში გაიმართა. აქციაში საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები ჩაერთვნენ. ღონისძიების მიმდინარეობას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დაესწრო. ამირან გამყრელიძემ მედიკოსებს, როგორც ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, დღევანდელი მდგომარეობა გააცნო და დაავადების სტატისტიკაზე ისაუბრა. სამინისტროს ინიციატივით აქცია იცოდე ჰეპატიტის შესახებ იმოქმედე ახლავე მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება და სხვადასხვა ლოკაციაზე სკრინინგის ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. დღეიდან ეს აქცია დაიწყო სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით ჩვენი ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო ცენტრიდან, რომელიც გახლავთ რესპუბლიკური საავადმყოფო. ჩვენი სამიზნეა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს სკრინირებული, იმიტომ რომ ადამიანთა დაახლოებით 70-75%-მა, ვინც ინფიცირებულია დღეს, არ იცის თავისი სტატუსი. ანუ ჩვენი სამკურნალო სამიზნე გახლავთ 150,000 ადამიანი მომავალი 5 წლის განმავლობაში, რომელიც ვიცით, რომ არის ინფიცირებული და უნდა უმკურნალოთ. დაავადებათა ძალიან დიდ ნაწილში იმდენად კლინიკური გამოვლინებები თვითონ ინფიცირებას არ ახასიათებს. პრაქტიკულად მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული თავიანთი, ესე ვთქვა, დასნებოვნების კონტექსტში, ამიტომ სკრინინგი იქნება საშუალება იმისა, რომ მათ გაიგონ ინფიცირებულნი არიან თუ არა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 71 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა. დევნილთა უწყების ხელმძღვანელი ბენეფიციარებს ადგილზე შეხვდა. ზოზარ სუბარის განცხადებით 2015 წელს მიღებული ცვლილების თანახმად მოხდა 2004-2009 წლებში შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების შედგენა და მათი ხელახალი რეგისტრაცია სახელმწიფო საკუთრებად. 3 წელიწადში უკვე ნაყიდია დაახლოებით 300 სახლი. ძირითადად ეს არის ისეთი ეკოლოგიურად დაზიანებული რაიონებიდან, როგორც არის მთისაჭარა ყველაზე მეტი რაოდენობა და დასავლეთ საქართველოს მთიანეთი, სვანეთი, ლეჩხუმი, ასე სხვა რაიონებიც, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ესენი. და პარალელურად დავიწყეთ ძალიან არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტი. ეს არის ძველი
2006 წლამდე შეძენილი სახლების დაკანონება. ნამდვილად ეს ჩვენი რეგიონისთვის ქვემო ქართლში ეს საკითხი პრიორიტეტულია, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოთიანი აჭარიდან, სვანეთიდან ეკომიგრანტები არიან ჩამოსახლებულები. წლების წინ რაც ქონდათ ეს პრობლემა, რომ დასახლებულები იყვნენ ფაქტიურ ფლობელებაში, ქონდათ ეს თავისი ნაკვეთები და სახლები, არ ქონდა დარეგისტრირებული. დღეს ნევნათა და განსახლების სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება ეს პროგრამა, დაწყებულია და ყველა ეკომიგრანტ, რომელიც ფაქტურად ფლობს, გაუმარტივდათ ამ სახლების დაკანონება. დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 48 სოფლის 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესდება. შპს საქართველოს მელიორაციამ იაკობლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. 2012 წლიდან დღემდე კი ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპანიამ საქართველოს მელიორაციამ დაასრულა პირველი ეტაპი იაკობლოს წყალსაცავის მშენებლობისა. წყალსაცავი მოემსახურება და უკემსახურება დმანისის 8 სოფელს, ბოლნისის 40 სოფელს. რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა. აქ გლეხისათვის ყველაზე ამომავალი წყარო, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია მაღალი მოსავალი მიიღოს, ერთადერთი არის წყალი. შვება იგრძნო ხალხმა, ამიტომ რომ წყალი მიეწოდება მაშინ ჰაერივით, როცა ჭირდება და ეს კიდე სოფლის მეურნეობისთვის უდიდესი და ძალიან კარგი საქმე არის. დედოფლის წყაროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაწყვეტასთან დაკავშირებით პრევენციული სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კარიმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხანძრების პრევენციის სტრატეგია შემუშავდა. მხარეების განცხადებით ივლისი და აგვისტო არის მოსავლის აღების აქტიური პერიოდი. შესაბამისად, ზარალის მიღების რისკები იზრდება, ამიტომაც საჭიროა პრევენციული ზომების მიღება. სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ვხვდებით. თემა დღევანდელი შეხვედრის არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაწვის შედეგად გამოწვეული პრობლემა. ანუ ამ შემთხვევაში თუ რა ზიანი მოაქვს გადაწვას როგორც სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ასევე გარემოს დაცვის კუთხით.